დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა ინტელექტუალური თამაშის რასადროდის ფინალურ შეხვედრას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის უმასპინძლა. ინტელექტუალური თამაშები რასადროდის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა 22 გუნდიდან ფინალში მოხვედრა ნომერ 1-მა, 2-მ, მე-4-მ ზემო ნატანებისა და ნაგომრის საჯარო სკოლების გუნდებმა შეძლეს. ინტელექტუალებმა ტრადიციულად 15 შეკითხვას უპასუხეს. გონებრივი ბრძოლა ჩემპიონობის ტიტულის მოსაპოვებლად საკმაოდ დაძაბულო და საინტერესო წარიმართა. საბოლოოდ გამარჯვება 9 ქულით მოქმედ ჩემპიონებს ნომერ 2 საჯარო სკოლის გუნდ ნივირუს ერგო. მეორე ადგილი გადათამაშების შედეგად მეოთხე საჯარო სკოლამ ლიდერები მოიპოვა. მესამეზე კი ნომერ 1 საჯარო სკოლა ევერესტი გავიდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილის მოპოვებისთვის გუნდებს დიპლომებთან ერთად ზაფხულში ექსკურსია ელით. შედეგით, რა თქმა უნდა, ვართ ძალიან კმაყოფილები, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს გუნდში ყველა მე-12 კლასელი თამაშობდა და წელს სკოლას ვამთავრებთ, აქედან გამომდინარე ეს იყო ჩვენი ბოლო თამაში და ღირსეულად მოვიგეთ. რამაც ძალიან გაგვახარა, ეს არ არის ჩვენი პირველი გამარჯვება. მოქმედი ჩემპიონები ვართ. ღირსეული კონკურენტები გვყავდა, მაგრამ საუკეთესოს შორის საუკეთესო გავხდით ისევ და ისევ ჩვენ. დღეს მე-4 სკოლა მე-2 ადგილზე გავიდა, ანუ ეს ჩვენი გუნდი. წინა ჩემპიონატზეც ასეთ შედეგი გქონდა და იმედი გვაქვს, რომ შემდეგში გამაუმჯობესებთ. ცოტა გული დაგვსწა იქიდან გამომდინარე, რომ სწორი ვერსიები გქონდა და ალბათ იღმის ბრალიცა, მაგრამ ძალიან გახარებული ვართ პრიზით. ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატის მიზანი პირველ რიგში ალბათ ის არის, რომ გაიზარდოს და ამაღლეს ინტელექტუალური დონე ჩვენი ოზურგეთელი ახალგაზრდებისა. და ვხედავ კიდევაც, რომ ინტერესი ძალიან გაიზარდა და თუ ადრე მონაწილეობდა 10 გუნდი, 12 გუნდი, უკვე ავიდა 22-ზე წინა ჩემპიონატზე 36 გუნდი მონაწილეობდა, ჩართული არის უკვე სხვა გუნდების სურვილი გამოთქვეს უფრო დაბალი კლასებმა. ძალიან მიხარია, რომ ღირსეული ხუთეული გავიდა ფინალში და ღირსეულთან დაიმსახურა წელს მართლა ერთ პიროვნულ ლიდერმა, ნომერ 2 საჯარო სკოლის გუნდმა, ნიბირუმ. მან საქართველოში ჩემპიონატზე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია მე-4 ადგილი 312 გუნდში და დღეს რა თქმა უნდა 5 გუნდში მაინდამაც არ გაჭირვებია, თუმცა მხოლოდ 2 ქულით გაასწრო მეორე ადგილზე. ინტელექტუალური თამაშები რასადროდის მალე კვლავ განახლდება.